გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე იმსჯელეს დროებით სამთავრობო კომისიის რიგარეშე სხდომაზე. სხდომა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის მეთაურმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კომისიის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინა. საუბარი შეეხო რეგიონში განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს და საჭიროებებს, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს. ასევე აღინიშნა, რომ მოსახლეობას ძირითადად გაზმომარაგება, წყლით უზრუნველყოფა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სჭირდებათ, რადგან მუშაობა უკვე მიმდინარეობს. პრემიერმა კომისიის წევრებს მოსახლეობის საჭიროებების მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოგვარება დაავალა. მთავარი თემები ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ზოგადად საქართველოში აწუხებს და განსაკუთრებით საზღვისპირა რეგიონებში, ეს განსაკუთრებით მორალურადაც და მატერიალურადაც განსაკუთრებით დაზარალებული ადამიანები არიან. ჩვენ ვისაუბრეთ პრაქტიკულად ყველა საკითხებზე. იქ არის პრობლემები მცირე, მაგრამ მაინც გაზის მომარაგების, წყლის მომარაგების, ასაკობრივი გზების ინფრასტრუქტურა სრულყოფა საჭიროებს. ყველა სფეროშია რაღაც დონის პრობლემები, თუმცა აღინიშნა ის, რომ ძალიან ბევრი რამე გაკეთდა. პრემიერ-მინისტრის ჩართულობა ამ კომისიის სხდომაში ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობისათვის გამყოფი ხაზების გასწვრივ ცხოვრობილი მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი გახლავთ. დღეს განვიხილეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რაც აწუხებს მოსახლეობას, ეს არის მათი გაზმომარაგება, წყლით, სასმელით და საირიგაციო წყლით უზრუნველყოფა. სხვა საკითხები, თქვენ იცით, რომ ეს კომისია 2013 წლის ოქტომბრიდან არსებობს და ჩართულია სხვადასხვა უწყება. ძალიან ბევრი ნაბიჯი უკვე გადაიდგა ამ კომისიის ფარგლებში, მათ შორის განათლების ჯანდაცვის, იგივე წყალმომარაგების, შეშით უზრუნველყოფის და სხვა მიმართულებებით.